ადვოკატები აკეთებენ განცხადებას, მათ დატოვეს სასამართლო პროცესი და იცით რომ პროკურატურამ აღკვეთის შეცვლა მოითხოვა. გირაოს შეცვლა პატიმრობით. მოусმინოთ სურას ადვოკატს. დიდი იმედი იქნება რომ დარღვევა იქნება ეს გამოცხადებული, ამიტომ ნუ ექნება მას დიდი იმედი ამ ყველაფერს. ხაზინო ადვოკატი გამოიძახა. წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოიფიქრებენ, რას მოიფიქრებენ. მათი გადასაწყვეტია. ხტომა უნდა ან გადაიდოს, ან გაგრძელდეს. საზოგადოებრივ ადვოკატს უნდა მიეცეს საშუალება რომ მასალები ხელახლა გაეცნოს, არაერთი შუამდგომლობა არის დასაყენებელი, მათ შორის დევნის შეწყვეტის და აღკვეცების გაუქმების და მე უბრალოდ აღარ მქონდა, მოგეხსენებათ, მე არ ვარ საზოგადოებრივი ადვოკატი და მე ზურას სურვილით ვარ სასამართლო დარბაზში. შესაბამისად, როცა ზურას აღარ აქვს სურვილი რომ ყავდეს ადვოკატები სასამართლო დარბაზში, მე იქ არც მორალური და არც სამართლებრივი სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობა ჯაფარიძის ადვოკატმა სხდომაზე ვერ დააყენა. ვერ დააყენა. ანუ ეს სასამართლო არ ვიცით. რიტორიკული. კი ბატონო, ანუ შეიძლება მაგრამ გვაქვს საქმე. ისეთი გრძელი პროცედურაა, რაც კონკრეტულად სახაზინო ადვოკატი უნდა ჩაერთოს, მერე ეს შუამდგომლობები უნდა დადგეს, სასამართლო აპირებს რომ შუაღამემდე იმსჯელოს და დღეს მაინც მიიყვანოს თავის. ეს იყო სასამართლოს გადაწყვეტილება. ჩვენ შევთავაზეთ სასამართლოს სხდომის გადადება 6 საათის შემდეგ, რაც ლოგიკურია. თუმცა სასამართლო გაჯიუტდა ამ გადაწყვეტილებაში და არ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ეს პატარა დარბაზი იყო, შეუძლებელი იყო ფაქტობრივად იქ გაჩერება და 6 საათის მერეც ჩვენ კიდევ შევთავაზეთ, რომ სხვადასხვა დარბაზები იყო თავისუფალი და გადავსულიყავით და გაგვეგრძელებინა მუშაობა. ჩვენ არ გქონდა ამის სურვილი, რომ მას დაგვეტოვებინა დარბაზი და მით უმეტეს ეს ჩემს პროფესიაში პირველი შემთხვევაა. თითქმის 8 წლის განმავლობაში რომ სასამართლო დარბაზი დავტოვე. მაგრამ ეს იყო ზურას გადაწყვეტილება და მე პატივს ვცემ მას როგორც გადაწყვეტილების მიმღებს და რა თქმა უნდა მის მხარეს ვარ და ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებაში. ის ვეღარ ხედავს ვერანაირ მიზეზს თუ რატო შეიძლება ყავდეს ადვოკატი, იმიტომ რომ ისედაც არაფერი, ასე ვთქვათ, ადვოკატის საშუალებით არც ერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილდება. მე ვეთანხმები მას, როდესაც პროცესს აზრი არ აქვს, ჩემი ყოფრას რა თქმა უნდა ნაკლებად. სამართლიანი სასამართლოს პრინციპი ყველა ირღვევა ახლა ამ წუთებში. ის მარტოზის დარბაზში, ხო? ასე გამოვიდა. სამწუხაროდ მე არ მინდოდა დამეტოვებინა, კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ თავდაპირველად ვამბობ, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი არის ამ შემთხვევაში ზურას ინტერესები. მე მინდოდა რომ მასთან ყოფილიყავი ბოლომდე და მისი ინტერესები დამეცვა, მაგრამ ეს იყო მისი გადაწყვეტილება და მე ვეთანხმები მას გადაწყვეტილებაში.